ვარ მარიამ ქაჯაია 9 წლის. სწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, მუსიკა და სიმღერა. სწავლობ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სკოლაში და ვარ მე-4 კლასში. პიანინოზე დაკვრა იმიტომ გადაწყვიტე, რომ მინდა გამოვიდე პიანისტი და დავუკრა დიდ სცენებს. მქონდა ერთი კონცერტი. თავიდან ნერვიულობდი, ერთხელ შემეშალა, მაგრამ მაინც კარგად დავკარი. ყვავილები არავის არ უჩუქებია და იმედია შემდეგ კონცერტზე მაჩუქებენ. შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში ეიფელის კოშკთან. მუსიკაზე ყველაზე რთულია 4 ბგერის ერთხელით დაკვრა. ყველაზე ადვილია ცალი ხელით დაკვრა. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. მუსიკის დაწერა ჯერ არ მეცდია, მაგრამ მე მგონი გამომევა. მუსიკალურ სკოლაში ჩემი მასწავლებელია ნონა ჭყონია. ის არის კეთილი, მოსიყვარულე და გოლდფილდი. კიდევ არის ძალიან მხიარული და სულ მეხუთე. მე ვაპირებ დავამთავრო მუსიკაში 6 წლები და ჩავაბარო კონსერვატორიაში. პიანინოს გარდა მინდა ვიცოდე გიტარაზე დაკვრა. მამა ჩემი უკრავს გიტარაზე და ეს ინსტრუმენტი მან შემაყვარა. მე ასევე მიყვარს სიმღერა და ჩემი საყვარელი სიმღერა აჭარული კანდაკანა. დღეს აჭარის სტუმარი ვარ სიყვარულით მიცქერს გული მას პინძელა დაუკარი სიმღერა მახსხიარული ოინანი დანანა ოინანი დანანა. დღეს მივდივარ დილდაშვილის ქორწილში და ვაპირებ ცეკვას. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი კლასელები და მასწავლებელი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თომა ქამადაძე. ყველაზე ჭკვიანია დაჩი დოლიძე. ყველაზე მშვიდია დიანა ანანიძე. მე ვარ ყველაზე პოზიტიური და მეგობრული. მეგობრობა არის ერთად ყოფნა და ერთად თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი და მგელოვანა. ჩემი ნება რომ ეყავს აკრძალავდი ფრენბურთს, რადგან უთავბოლოდ დახტია. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნინო ფაცურია, რადგან ის მშვიდია, კარგად ხსნის გაკვეთილს და უყვარს ბავშვები. თუ პიანისტი ვერ გამოვა, მაშინ გამოვა მხატვარი, რადგან ხატვა ძალიან მიყვარს. ხატვა ბავშვობაში მასწავლა მამი და ჩემმა და ახლა შევედი ხატვის წრეში. ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონას, სახლს და მანქანას. ხატვის წრეზე ბევრი რამე მასწავლეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია კონტურის გაკეთება. ჩემი საყვარელი ფერებია ვარდისფერი და ლურჯი. არ მიყვარს წითელი და შავი. ნახატები არ გამეყიდია და მინდა გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირება 5 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ვხარჯავ წიგლების და ტკბილეულების ყიდვაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია შოკოლადის დამცხვარი. სხვათა შორის მე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 7 წლის და ეს იყო შეწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის დამცხრების გამოცხობა. ჩემი საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, რადგან მომწონს თინეიჯერობა. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი 2 ძმა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 20 წლის და ქვია ნიკ. ის არის მხიარული და სიმპათიური. მეორე ძმა არის 4 წლის და ქვია გაბრიელი. გაბრიელი არის ცელქი და მოუსვენარი. მამიკო არის ჭკვიანი, მხიარული, სიმპათიური და უშიშარი. მე ვარ მამიკას გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და განათლებული. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გძელი წინდა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს საუკეთესო მეგობარზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები იქნებიან ელენე ქადაგიძე და ლანა შაინიძე. ჩემი საყვარელი მულტფილმია მაშა და დათვე. ჩემი აზრით, მაშა ძალიან მგავს ხასიათებით. განსაკუთრებით მიყვარს ნერვების მოსვლა ჩემ პატარა ძმაზე. ჩემი აზრით, გაბრიელი რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. ძადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი პრინცესას სასახლეს და იქ ვიცხოვრებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. ჩემი საუკეთესო თვისება მგონია, რომ ვარ დედიკოს და მამიკოს დამჯერი. გამოსასწორებელი მაქვს, რომ ჩემი ჰობია გაბრიელის ნერვების მოსვლა. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს საუკეთესო მეგობარ ელენე ქადაგიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა რომ მქონდეს ფრენის სუპერძალა. ფრენა რომ შემეძლოს, აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი პარიზში. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16. ნიერება არის თავისუფლება, აზრის გამოხატვა და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.